იღუმენი ნიკონი, ძვირფასო მარიშა და კატია, მშვიდობა და ცხონება თქვენ და მარიშა არ მოიწყინო, დედასაც და მეც გვიყვარხართ და გვეცოდები, ცოტა ხანს მარტოკებმა უნდა იცხოვროთ. ეცადეთ ყველაფერი ისე აკეთოთ და ილაპარაკოთ, თითქოს ღვთის წინაშე იყოთ. სინამდვილეშიც ხომ ასე არის. უფალი ყოველ დროს ყოველგანაა და ყველაფერს ხედავს ჩვენსას. გულსა და აზრებსაც და არა მარტო სიტყვებსა და საქმეებს. რომელიგი არა მექმნა იხილეს თვალთა შენთა. ხოდა ღვთის წინაშე ყოფნის განცდით უნდა იცხოვრო, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობდა და გრძნობდა. წინასწარ ხედავ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის. უფალს, რომ თქვენთვის ეს გრძნობა მოეცა, მუდამ სიმსუბუქესა და სიხარულის განცდა გექნებოდათ. გული მუდამ ილოცებდა, ან თუ ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწევდით, ლოცვითი განწყობა გაგიჩნდებოდა და ყოველთვის, როცა ლოცვით მიმართავდით ღმერთს, გული თანაგრძნობით, მობიერებით, ღრმა შემოსრულებით და ღვთის შიშით გამოგეხმაურებოდათ. იმ შიშით, რომ რაიმეთი არ შეურაცხყოთ უფალი. ამ შიშისაგან უკვე იშვება ღვთის სიყვარული და, როგორც წმინდა მამები ამბობენ, იწყება ცრემლის ყვრა, გული ინთება და მომავალი ცხოვრების საიდუმლოს კარი იღება. ჩემო ძვირფასო მატრიოშკებო, ღირს უფლის მსახურება, ღირს ყველგან მწუხარების მოთმენა, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს მწუხარებები, ოღონდ არ მოვაკლდეთ იმ საუკუნო სიკეთეს, რომელი თვალმან არ იხილა და ყურსა არ ესმა, გულსა კაცისასა არ მოუხდა. გიყვარდეთ ერთმანეთი, ყველა გებრალებოდეთ, ნებისმიერ ფასად მშვიდობა გქონდეთ, და საქმე გაფუჭდეს, ოღონდ მშვიდობა შეინარჩუნეთ. კატია, შენ ჩემი შვილი ხარ, მას მშვიდობა შეინარჩუნე. მე 92 წლის უსინათლო მონაზონმა მიწოდა ძე მშვიდობისა, რადგანაც ჩემ სულიერ მამასაც მშვიდობა ჰქონდა. შენ კი იყავი ასული მშვიდობისა, ნურავის ნურაფერში დაადანაშაულებ. თვითონაც ხომ ხედავ, რომ როცა ადამიანები არ არიან, კატაზე ან რაღაც საგნებზეც კი ღიზიანდები. ესე იგი, მრისხანებას ადამიანები კი არ გინერგავენ, არამედ ის შენში ცხოვრობს. მშვიდობა ღვთისა გარდა მოვიდოდეს თქვენზე, ყველაზე. 1959 წლის 11 თებერვალი.